როგორც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში განაცხადა, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ ვოლცი თანამდებობას ტოვებს და გაეროში ამერიკის ელჩად გადადის. ამ ნაბიჯით ის პირველი მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელმაც ტრამპის ადმინისტრაცია დატოვა მისი პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში. იმავდროულად სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობასაც შეითავსებს. ძალიან ამაღელვებელი მომენტია. ვფიქრობ, სახელმწიფო მდივანი რუბიო არის ადამიანი, რომელსაც ვფიქრობ ყველა იცნობთ. რამდენიმე საქმეს ითავსებდა პირველივე დღიდან, როდესაც მართავდა იმას, რაც აქ სახელმწიფო დეპარტამენტში USAID-ში ხდებოდა. და ეს არის ადამიანი, რომელსაც კარგად იცნობს პრეზიდენტიც. ის კი შესანიშნავად არჩევს ადამიანებს მისი დღის წესრიგის გასატარებლად. და ამ შემთხვევაში მან შეარჩია სახელმწიფო მდივანი. ეს არ არის გასაკვირი და კარგი ამბავია ამერიკელი ხალხისთვის. სწორედ ვოლცმა შექმნა სიგნალის ჩატი, სადაც IMS-ზე თავდასხმის გეგმები განიხილებოდა და სადაც შემთხვევით ასევე ჟურნალისტიც დაამატა. მან სრული პასუხისმგებლობა აიღო შეტყობინებების შექმნაზე და ეს ეპიზოდი შეაფასა როგორც შეცდომა. წყაროებმა, რომლებიც ანონიმურობის პირობით Associated Press ესაუბრნენ, განაცხადეს, რომ სავარაუდოდ თანამდებობას დატოვებს ვოლცის მოადგილე ალექს ვონგიც. პრეზიდენტის პირველი ვადის დროს ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების 4 მრჩეველი, თეთრი სახლის 4 შტაბის უფროსი და 2 სახელმწიფო მდივანი გამოიცვალა.